ზუგდიდში დილის 8 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი, ჯერჯერობით საჩივარი არ შესულა და ტექნიკური ხარვეზე არ დაფიქსირებულა. 10 საათის მონაცემებით ზუგდიდის ოლქში 8305 ამომრჩეველმა მისახმა. ზუგდიდში გამოხატა საკუთარი არჩევანი ვიცე-პრემიერმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნატა ბერულავა მოგვაწვდის ზუგდიდიდან. ზუგდიდის 77 საარჩევნო ოლქის 70-ვე საარჩევნო უბანზე არჩევნები დროულად დაიწყო. ყველა უბანი ღია იყო 8 საათზე ამომრჩევლებისთვის. თავისი არჩევანი სწორედ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ზუგდიდის პირველ საარჩევნო უბანზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. ზუგდიდის 77 საარჩევნო ოლქის 70 უბნიდან 62 უბანზე არჩევნები იმართება ახალი ტექნოლოგიებით, რაც შეეხება დანარჩენ უბანს, იქ არჩევნები მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძველი მეთოდით. საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი არიან როგორც კომისიის წევრები, ასევე სხვადასხვა პარტიების არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლები, დამკვირვებლები. ამ დროისათვის არც ერთი საჩივარი არ შესულა როგორც უბანზე, ასევე საარჩევნო ოლქში. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნება მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართული ოცნების მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც იქნება მყარი უმრავლესობა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც აქვს რეალური და სწორი ხედვა იმისათვის, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები, როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ჩვენი მოქალაქეებისათვის. საარჩევნო უბანი დროულად 8 საათზე, ზუსტად 8 საათზე გავხსენით. კომისიის ყველა წევრი ადგილზეა, ყავს დამკვირვებლებიც. ტექნიკური ხარვეზები არ ქონია, ყველა აპარატურა გამართულად მუშაობს. გახსნილია და ფუნქციონირებს 70 საარჩევნო უბანი, აქედან 62 ტექნოლოგიური უბანი გვაქვს, 8 ჩვეულებრივ ტრადიციული წესით ემსახურება მონაწილე ამომრჩევლებს. რაც შეეხება უბნების გახსნას, 6 საათსა და 45 წუთზე იყო ყველა უბანი გახსნილი, კვორუმის შემდგარი შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ ეტაპისთვის კენჭისყრის პროცესები მიმდინარეობს, 8 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო კენჭისყრის პროცესის დაწყებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიები არის 11-კაციანი შემადგენლობით, შესაბამისად უბნებზე არიან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები თავისთავად. თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის 77 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია მერობის 3 კანდიდატი: რამაზ ჩაჩიბაია პარტია საქართველო, გიორგი თოდუა პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის და დავით კოდუა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულმა 117,347 ამომრჩეველმა სწორედ მათ შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს იყო ნატა ბერულავა ზუგდიდიდან.